ეს არის მეჯვარეობის ვლოგი. ჩემი მოსაყვარისი მეგობარი სალომე ქორწინდება და ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩამოვედით თბილისში შედარებით ადრე არის ეს ქორწილი. აქამდე ორჯერ ვიყავი მეჯვარე და ჩემთვის განსაკუთრებულად ემოციურია ყოველთვის ეს სტატუსი. და მეთანხმობით ულამაზესი პატარძალი გვყავს და სიზეს ნამდვილად არ ჩამორჩება. განსაკუთრებულად მიყვარს სიონის ტაძარი და სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რომლებმაც საოცრად იგალობეს. ერთადერთ რაღაცაზე მწყდება გული ჩემს ქორწილში და ეს არის დაგვიანება ჯვრისწერაზე. საში იმდენი ვინერვიულია და სრულიად ჩამოშლილი სახით ვიდექი მთელი ჯვრისწერის განმავლობაში და ჩემი თავი არც ერთ ფოტოში არ მომწონს. ზოგადად საკმაოდ ბევრ ქორწილში ვარ ნამყოფი თან სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს ნაწილი ქორწილში ჩემთვის განსაკუთრებულად ლამაზია. ჯვრისწერის დასრულების შემდგომ რა თქმა უნდა გადავინაცვლეთ გარე, სადაც გამოვაცილეთ წყვილი და დაიწყო მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ ფოტო გადაღება. იქამდე კი მინდა გითხრათ, რომ ეს საოცარი კავა პატარძალს ბებიამ და დედამ შეუკერეს. როგორც აღმოჩნდა, მეორე მეჯვარეს ნათიას ძალიან ყვარებია ფოტოების და ვიდეოების გადაღება და მეც მეტი რა მინდოდა, ამიტომაც გამოვიყენე ეს შესაძლებლობა. ხშირად კი არ მეძლევა ამის შანსი. და ეს კადრები განსაკუთრებულად მომწონს. სვამ და მაკიაჟმა, რომელიც გავიკეთე პატენში, რა თქმა უნდა, დღის ბოლომდე გამიწვა. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ახალბედ და დედაო, ამიტომაც რაღაცა მეპატიება. შესაბამისად, დიდხანს არ გავჩერებულ ვარ ფოტო გადაღებაზე, გავბრუნდი სახლში, ვაჭამი ჩემს სიყვარულს. თან ძალიან ბევრი ჩავეხუტე და დავბრუნდით უკვე წვეულებაზე. რორი მსხოთაშორის საკმაოდ მალე იპოვა საკუთარი თავის სტუმრების სიაში და ნახეთ როგორ არის ჩაწერილი რორი ნიკოლოზ კოქსი. ნიკოლოზი მისი ნათლობის სახელია. ნეფე პატარძლის გამოჩენა ქორწილში იყო სიურპრიზი სტუმრებისთვის. ერთად ხო ხდება ხოლმე რომ შემოდიან დარბაზში, მაგრამ აქ პირიქით მოხდა. მეჯვარეები და ნეფე პატარძალი ვიყავით სცენაზე. სტუმრებმა რომ დაიწყეს მოლხენა, ამასობაში გაიხსნა ფარდა და ჰოპ, აქვე გაიმართა ხელისმოწერის ცერემონიალი. ყველამ დავდასტურეთ, რომ თანახმოვარ დაქორწინდნენ საბა და სალომე და საბედნიერო დარბაზში წინააღმდეგიც არავინ არ იყო. ამ ხნის განმავლობაში ყველას, ვინც ფარდის უკან ვიყავით, გვშიოდა და მხოლოდ გოჭზე ვფიქრობდით. ამიტომ მომდევნო 20 წუთის განმავლობაში თებშიდან თავი არცეც არ მოგვიყვია. ეს კი ულამაზესი ცეკვა დაისი, როგორც იცით, მეც ძალიან მიყვარს ქართული სუსტად ეს ვერსია. ქორწილში ერთადერთი რამ იყო, რაზეც ვხელავდი, ცეკვა, იმიტომ რომ არ მინდოდა შემშლოდა. სხვადასხვა მე რაღაც მაინც შემეშალა, მაგრამ რორემ ძალიან კარგად იცეკვა. ამ კადრებს კი ისე დაგიტოვებთ, რომ უსმინოთ და დატკბეთ. ზოგადად ასეთი ქორწილები მიყვარს, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე, ლაღი და მხიარული. ეს კი ჩვენ ძალიან საქმენ ამპლუაში მართლა არ გაგვიჩერებია პირი. თან მე ბოლო თვენახევარი არ ვიყავი საქართველოში, შესაბამისად საკმაოდ მომეწრა ქართული საკვები და ისედაც ეს მოჭიმული მდგომარეობა არ შემიძლია. მე რომ ან მეჯვარე ვარ, ან ვიღაც არის პატარძალი, რატომაც არა. სხვათა შორის წლებით ვფიქრობდი, რომ ქორწილი არ მექნებოდა, რაღაცნაირად არ მიყვარდა ქორწილები. თუმცა შემდეგ უკვე შემეცვალა აზრი და ვფიქრობ, რომ თუ კი ამის შესაძლებლობა აქვს, წყვილს აუცილებლად უნდა გადაიხადო. ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც შეიძლება შენთვის საყვარელი ყავილა თითქმის ყველა ადამიანს შეკრიბა. და შენი ბედნიერება გააზიარო ასე. მე ჩემი ქორწილი დღემდე უზომოდ კარგად მახსენდება და კიდე სიამოვნებით მექნებოდა რამდენიმეჯერ. ქართული ქორწილი, ისი ქართული ქორწილია თუ არ ვიცეკვეთ და თან ქართული ცეკვები, წინა წელს ვიცეკვე ბოლოს ქართული ცეკვები, ამიტომაც რაღაცები არ მახსოვდა, არა და სუხიშურებში ვიარე საგანგებოდ 1 წლის განმავლობაში. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, რა ილეთი რის მერე მოდის. თავარია რომ უბრალოდ სიამოვნებას იღებდი ამ პროცესისგან. ხოთა შორის ძალიან მომწონს ჩემი ის მდგომარეობა, როდესაც დარავა არ მჭირდება დროის გასატარებლად. ჩემი განწყობა ასე სასმელზე ძალიან დამოკიდებული არასდროს არ ყოფილა, თუმცა ვსვამდი ასე თუ ისე წლების განმავლობაში. უბრალოდ ჯერ ორსულობამ
და მე ლაქტაციამ გამოიღო შედეგი, რომ თითქმის არ ვსვამ, აი აქაც ნახევარჯიქაც არ დამილევია. და იცით რა არის, ძალიან კარგია, იმიტომ რომ მეორე დღეს მშვენივრად გავიხვიძე. ერთადერთი ცოტა ხმა მქონდა წართმეული, იმიტომ რომ ბევრი ვიმღერე. რაც შეეხება თაიგულს, შემცავით მაიმუნი არ აღმოჩნდა პატარძალი. არ აწვალა ხალხი პირდაპირ ისროლა, თუმცა აი სიზის რა გითხრათ, ნახოთ ამ შემთხვევაში თუ გაამართლებს ეს ტრადიცია, სხვათა შორის ჩემს ქორწილში, ვინც დაიჭირა თაიგული, რამდენიმე თვეში ნამდვილად დაქორწინდა. ამასობაში უკვე გახურდა საღამო და უყურებთ თქვენს როლის მოძრაობებს. ძალიან მიყვარს, რომ კომპლექსი არ აქვს არაფრის. ნასობ მელოდიებზე როცა ვკავდა გასაგები, მაგრამ აი ამ ქართულ მუსიკას რას უგებდა სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ამასობაში პატარძალმაც გამოიცვალა კაბა და ძალიან საინტერესო აქტივობა დაიწყო. სხვადასხვა ქვეყნის მუსიკას თავდნენ და ის წყვილი, რომელიც ყველაზე კარგად იცეკვებდა, მიიღებდა საქმეს. ჩემი პირადი ფავორიტი ეს წყვილია. ასე დასრულდა ჩვენი დღე ტრადიციულად მაქსიმესთან ერთად.